Minister კაბინეტის წევრთა ყოველთვიური ანაზღაურება იცვლება ministrები მომავალიდან შემცირებულ ხელფასს მიიღებენ პრემიერის გადაწყვეტილებით უწყებათა ხელმძღვანელებს 6,300 ლარის ნაცვლად 5,000 ლარი დაერიცხებათ, რაც შეეხება ფულად დანამატებს ის დამსახურების მიხედვით პრემიერის გადაწყვეტილებით გაიცემა. Სახში რომ მივიდიოდი უკვე ახშმის მირთვევა მწვენოდა და ამის ფარდა ჩავამეფარებია პანჯესთვის. ძალიან კარგი თუ ასე მოხდა. დავით სერგეენკოს მსგავსად თვის ბოლოს ყველა მინისტრი შემცირებულ ხელფასს აიღებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 6,300 ლარის ნაცვლად მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება სახელმწიფო დანამატთან ერთად 5,000 ლარი იქნება. პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა ხარჯების შემცირებისა და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო. გულწრფელად გეუბნებით ყოველგვარი არ ვიცი ყალბი რევერენსების გარეშე რომ ეს ჩემთვის მართლაც ასე რომ პარადოქსულად ჟღერდეს არის დიდი შვება, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც გაიზარდა ეს სახელმწიფო დანამატი, უბრალოდ გადაგვაყოლეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. განმარტებები პრემიერ-მინისტრმა დავოსში დღის ბოლოს გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დღეიდან ის ევროპული მეთოდით იხმძღვანელებს და მინისტრთა კაბინეტის წევრები ფულად პრემიერებს და დანამატებს შესრულებული სამუშაოების მიხედვით მიიღებენ. თუ ჩვენ ჩავთვლით და მე ჩავთვლი რომ ესა თუ ის მინისტრი არის ძალიან ეფექტური, რომ ისინი გამოირჩევიან განხორციელებული, ასე ვთქვათ, პროექტების თუ ზოგადად საქმიანობით, მათ საქმიანობაში შესაბამისად იქნება დაფასებული. ჩემი ხელფასი სიმართლე გითხრათ არც მახსოვს რამდენი, მაგრამ ვიცი რომ ნაკლებია მინისტრებზე. სიმართლე გითხრათ ამდენი ხანი რა იყო ხელფასი ისიც არ ვიცი. ზოგადად ჩვენი მიდგომა მოგეხსენებათ ძალიან უყურებთ ბიუჯეტის თანხების ხარჯვა იყოს რაციონალური, ეს დაწყებული მანქანების შესყიდვებიდან დამთავრებული თუნდაც ამ ხელფასებით. პრემიერის გადაწყვეტილება მოსწონს სხვა მინისტრებსაც. მათი განცხადებით ხელფასების დაკლებით მოტივაცია გაიზრდება. ეს არის ძალიან სწორი მოდელი, რადგანაც ამან წესით უნდა გააჩინოს მოტივაცია, რომ მინისტრებმა იმუშაონ უკეთ. ასე არის ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს. ვფიქრობ, რომ ეს დამატებითი მოტივაცია იმისათვის, რომ კარგი შედეგები დაიდოს მინისტრთა კაბინეტის მხრიდან. მინისტრებისთვის ხელფასების შემცირებას მიესალმებიან საპარლამენტო უმრავლესობაში, თუმცა ოპოზიცია მთავრობას სხვა რეკომენდაციებს აწვევს. ხელფასის შემცირების ნაცვლად ჯობია რომ მინისტრები დაკავებული იყვნენ საქმის კეთებით და საკუთარი დანაპირებების შესრულებით. ყოველთვის ჯობია რომ ხელფასი იყოს მაქსიმალურად მაღალი, მაგრამ ალბათ ჯერჯერობით ჩვენ ისეთი მდიდარი ქვეყანა არ ვართ. პრემიერმა განკარგულებას მინისტრებისათვის ხელფასების შემცირების შესახებ ხელი უკვე მოაწერა.